ცნობისთვის ვაგრძელებთ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის მნიშვნელოვანი მოვლენების განხილვას და ამჯერად ვსაუბრობთ საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის გამოსვლაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო და არა მხოლოდ მისი ლურჯი სათვალეების გამო. Ვისაც პირველად შემოხვდათ ჩემი ვიდეო, მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის და აუცილებლად გამოიწერეთ. გეოპოლიტიკურად მაკრონი დავოსში გამოჩნდა როგორც ლიდერი, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს წესებზე დაფუძნებული წესრიგი შენარჩუნებას, მრავალმხრივი ინსტიტუტების გადარჩენას და გლობალური თანამშრომლობის იდეის დაცვას. თუ კანადის პრემიერის გამოსვლა იყო დიაგნოზი, რომ ეს არის რღვევა, რაც წინა ვიდეოში განვიხილე, მაკრონმა თქვა, რომ არ უნდა დავკარგოთ ის, რაც გვაქვს. მაკრონის თქმით, იზრდება ავტოკრატების გავლენა, კონფლიქტები ნორმალიზებულია, ხოლო საერთაშორისო სამართალი და მრავალმხრივი მმართველობა სუსტდება. მსოფლიო სულ უფრო მეტად იმართება ძლიერის წესით და გააკრიტიკა როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო პოლიტიკა, ისე ჩინეთის ეკონომიკური პრაქტიკა, ჭარბი წარმოება, სუბსიდიები, ბაზრების манипуляცია. მისი აზრით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის ორი რამ. ევროპისათვის მეტი ეკონომიკური სუვერენიტეტი და სტრატეგიული ავტონომია და მსოფლიოსთვის მეტი თანამშრომლობა. მაკრონმა ევროპა წარმოაჩინა როგორც სტაბილური, სამართლებრივად პროგნოზირებადი და სანდო სივრცე, რომელიც შესაძლოა იყოს ნელი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხო და მიმზიდველი. ჩვენ ბულინგს ვამჯობინებთ პატივისცემას, შეთქმულებების თეორიებს მეცნიერებას და სისასტიკეს სამართლის უზენაესობას. ასე დაასრულა გამოსვლა მაკრონმა. მიუხედავად კრიტიკული ტონისა, მაკრონს არ დაუსახელებია ღიად შეერთებული შტატები და დონალდ ტრამპი თავის ადრესატად. ტრამპმა კი მის გამოსვლაზე ეს კომენტარი გააკეთა. Emmanuel Macron, I watched him yesterday with those beautiful sunglasses. What the hell happened? შეგახსენებთ, რომ თებერვალში გვიახლოვდება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესი გლობალური ყრილობაა და იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ მოვლენები, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე და Spotify-ზე.